გულშემატკივრები არსებობენ. ძალიან მეგაგიგონიათ რომ ვინმე ჩვენ საკლუბო ფეხბურთზე კარს ლაპარაკობს. იმედგაცრუებულია ქართველი გულშემატკივარი. გუშინ ვამაყობდი და დღეს ზოგჯერ ვაგინებთ ის ნაკრებიც იმიტომ არსებობს რომ ჩვენ შევინარჩუნეთ საკლუბო ფეხბურთი. რა დაბრკოლება გაქვთ რა სად ხედავთ პრობლემას? დავმეგობდით Red Bull Salzburg-თან და მზად არიან ჩამოვიდე, მაგრამ ეხლა არ ვიცი სად მივიყვანოთ. ესმით სახლიან. უნდა ჩემპიონობისთვის რო იბრძოლოთ, რა გჭირდებათ ამისთვის? იმდენი შეცდომა დავუშვით. ანალიზი საკმაოდ ცოდნა და დაგვიგროვდა რომ უფრო გავიზარდოთ. ევროპა მიხვდა რომ ნიჭიერი საფეხბურთო ერი ვართ. ქართულ ხალხს რატომ არ აინტერესებს ასე? ой, ეს ამოხსნელი ფენომენია. ფიქრობ არ გვიყვართ ჩვენ ფეხბურთი. საკმაოდ კაი თამაშები, საკმაოდ კაი კომბინაციები თამაშდება, ძალიან ბევრ ლამაზ რამეს ნახავთ. ახლა თქვენ თუ სულ აგინეთ, იქ რა თქმა უნდა არავინ არ მივა. პასუხს გეტყვით მაგაზე? ფული აქეთ მიხადონ და რაზე უნდა გიხადონ ფული? მე თუ ომის მდგომარეობაში კლუბს ფულს ვახარჯებ ჩემსას. მოდი შენ და მიდექი გვერდს. მივმართეთ მაგ კომპანიას ჩვენ. მივმართეთ. ჩვენ უბრალოდ ონკანის წყალი გვაქვს ხა. უბრალოდ ჩვენ მასიურად ვართ სუფრის პატრიოტები. როცა საქმე შეეხება რაღაცას უბრალოდ ხალხი იმალება რა. სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე არსად ფეხბურთი არ გამითარებულა. დაგვეხმარეთ რა არის გაგრა, რატომ უნდა იყოს გაგრა, თუ არ უნდა იყოს ისე თუ. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ, თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს. აქ ვსაუბრობთ საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჩემპიონატში არსებულ პრობლემებზე და შეძლებს დაგვარად ამ პრობლემების მოგვარების გზებს. დღეს ჩემი შემდეგი სტუმარია კლუბ გაგრას პრეზიდენტი ბესო ჩეხრაძე. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ლოგიკურია ეხლა რომ დავიწყოთ სეზონის შეფასებით, იმიტომ რომ დამთავრდა მეხუთე ადგილზე გავიდა გაგრა, როგორ შეაფასებთ განვლილ სეზონს ასე რომ ვთქვათ. ალბათ ეს ჩვენი კლუბის არსებობის ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იყო. ყველაზე წარმატებულად იმიტომ ვერ ჩათვლი, რომ ორი სეზონი გვაქვს, თასი გვაქვს მოგებული, მაგრამ რაც შეეხება ჩემპიონატში, მეხუთე ადგილი პირველად ავიღეთ. ეს დიდი საკმაოდ დიდი ძალისხმევა მოხდა, შარშან დიდი პრობლემები დავიწყეთ წელი იანვარი, ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, მაგრამ ჩვენი შრომით, მადლობა უფალს, გადავარჩინეთ კლუბი, დავასტაბილურეთ ფინანსური სიტუაცია და მივდივართ გზისკენ და ამიტომ წარმატებული სეზონია. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საქანელასავით გავდა, ისეთ თამაშები წაგვიგია, სადაც უნდა მოგვეგო, ზოგჯერ ისეთი მოგვიგია, სადაც არ უნდა მოგვეგო, მაგრამ იმისთვის, რომ მომავლის ფუნდამენტი შევქმნით წელს და ვეცდებით მომავალ წელს უფრო მაღალი მიზნებისკენ ვიბრძოლოთ. მე ვთვლი ძალიან წარმატებული სეზონია. საკმაოდ კარგი რეზულტატია ჩვენთვის და ვეცდებით შევინარჩუნოთ ლიდერები და ამ ბაზისზე მომავალ წელს უფრო დიდი გუნდი შევქმნათ, ვიდრე წელს გქონდა. ხო, ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში კლუბების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს არის ლიდერების შენარჩუნება, ხა თქვენს ახსენეთ და აი მომავალი სეზონისთვის, აი სამზადისის ნაწილი თუ შეგიძლიათ რო გითხრათ რა გეგმები გაქვთ, თუნდაც გასაგებია რაც თქვით ლიდერების შენარჩუნება, მაგრამ აი დამატებით ახალ ფეხბურთელებთან თუ მუშაობთ, ვინმეს დამატებას თუ განიხილავთ ამ პოზიციების გაძლიერებას, ან ნებისმიერი სხვა თუნდაც მარკეტინგული მიმართულებით, აი რა გეგმები გაქვთ ახალი სეზონისთვის? პირველი აუცილებლად ეს პრობლემა ლიდერების შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ საკმაოდ პირველი რას თქვა, ბევრს კონტრაქტი აქვს, სულად ერთწლიანი გუნდი, როგორც ხდება ჩვენს რეალობაში, რა არ ვართ. 10 კაცსა კონტრაქტი, გარდა ამისა არის რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ და იმედია ისინი ლოიალური არიან კლუბის მიმართ, იმედია რომ დეკემბერში დავამთავრებთ ამ სიტუაციას. ასევე ვეძებთ ძალიან წერტილოვან გაძლიერებას, ვიცით სად რა პრობლემა გვაქვს პოზიციების მიხედვით. მთავარწმელთან და სტაფთან ერთად განვიხილეთ და მე იმედი მაქვს რომ შევძლებთ შენარჩუნებასაც უმეტესობის ლიდერების, ვისაც კონტრაქტი არ აქვს და ასევე შევძლებთ გაძლიერებას 1-2 ფეხბურთელი წარმოვიდგინეთ მასიურად სვლას და ვფიქრობ სტაბილობა მოგცემს საშუალებას მომავალ წლისთვის უფრო მაღალი გეგმები დავისახოთ. თუ არის პრიორიტეტი თუ გაქვთ ან ზოგადად აი ფეხბურთელებს რო იმატებთ,
ძირითადად ცდილობთ რომ საქართველოს ჩემპიონატიდან იყოს თუ აი ჩამოყვანასაც განიხილავს თუ როგორ ხდება თუ სიტუაციიდან გამომდინარე სადაც უკეთესი ვარიანტი იქნება. იცით პირველ რიგში მე ვფიქრობ ქართველები უნდა იყვნენ დაწყებული საქართველოს სელექცია მე გეტყვით რომ თუ ყურადღებით ვაქცევთ თუ კაი სელექციონერები კარგად მუშაობენ მესამე ლიგაში არის საინტერესო ფეხბურთელები უმაღლესი ლიგისთვის მათთვის ეს იქნება გამოწვევა ჩვენთვის იქნება კარგი შენაძენი ვიღაცას გზას გაუხსნით რომელიმე ფეხბურთელს უფრო დიდ ფეხბურთში ზოგჯერ ვეჯახებით იმას რომ უცხოელები და კარგი უცხოელები უფრო ნაკლები პირობებით ზად არიან ითამაშონ და საქართველოს გამოიყენონ როგორც ტრამპლინი მომავალი ტრანსფერები მომავლისთვის კარიერის განვითარების ამიტომ ამასაც არ გამოვრიცხავთ ჩვენ რამოდენიმე უცხოელი ყავს და არც გამოვრიცხავთ უცხოელებს რა თქმა უნდა ვეცდებით რომ მაქსიმალურად ქართველები დავაკომპლექტოთ გუნდი მე ვფიქრობ ეს ჩვენი ლიგის მისიაცა ასე რომ ვთქვა და ამაში გვინდა ჩავждეთ გასაგებია ცოტა შეიძლება ბევრისთვის ასე რომ ვთქვათ უცნაური იყოს გაგრას ისტორიას რო გადავხედოთ ორჯერ თუ არ ვცდები და არ მეშლება ორჯერ ჰქონდათ შესაძლებლობა რომ ასე ვთქვათ ევროტურნირებზე გასვლის შანსი ხო 2010-11-ში როგორც მახსოვს და 19-20 ხო და დღეს ახლა თქვენ თulit წარმატებას მეხუთე ადგილზე გასვლას. ხო, ამის ფონზე შეიძლება ბევრისთვის უცნაური იყოს, როდესაც გუნდი ახერხებდა წარსულში ესმის მეორე ლიგიდან, მაგრამ მაინც აი დღეს მდგომარეობით თქვენ რას თulit ამ შემთხვევაში მხოლოდ გაგრაზე რო ვისაუბროთ, რა დაბრკოლება გაქვთ, რა სად ხედავთ პრობლემას ევროტურნირებს რო თავი გავანებოთ, აი თუნდაც ჩემპიონობისთვის რო იბრძოლოთ, რა გჭირდებათ ამისთვის, რაზე არის უფრო მეტად სამუშაო, რა პრობლემებია ამ ეტაპზე. ფინანსური, ასე რომ ვთქვათ, რაღაცა სტადიონი, სავარჯიშო ბაზა თუ ასე შემდეგ, ნებისმიერი დეტალი. აუცილებლად ისეთ მივალ პირველ პრობლემასთან ფინანსებთან პირველი არა ერთადერთი რა თქმა უნდა პირველია თქო ჩვენ არ ვართ მაღალ ბიუჯეტიანი კლუბი ამიტომ ცოტა მეტი ფინანსებით უფრო მეტ შეუძლებით თამაში დარწმუნებული ვარ რომ საკმაოდ კაი ფეხბურთელები ყავს მე ყველას პატივს ვცემ ამიტომ რომ ბევრმა თამაშმა აჩვენა რომ ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ლიდერებთანაც თანაბარდონეზე ცოტათი გჯობიან ლიდერები ალბათ ამას შეიძლება ცოტა მეტი ორგანიზაცია მეტი მუშაობა და შეუძლებთ უფრო მეტი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აუცილებლად მინდა ვახსენო ინფრასტრუქტურა სამწუხაროდ ისე მოხდა 21 წლის განმავლობაში იმიტომ რომ ასე ვთქვათ უქალაქო კლუბი ვართ ჯერჯერობით იმედია და მჯერავს ინფრასტრუქტურის პრობლემა ყოველთვის ჰქონდა, იმიტომ რომ ყველა ქალაქში სადღაც რაღაც აშენდა, ძალიან ბევრი რამე აშენდა ბოლო წლებში. სტადიონები, სავარჯიშო მოედნები, იგივე ევროპის ჩემპიონატის სპორტული ცენტრები აშენდა, რომელსაც დღეს იყენებენ სიტყვაზე ბათუმის დინამო, წყალტუბოს სამგურალი და ასე შემდეგ. ამის საშუალება ჩვენ არ აგვაქვს, მაგრამ ეხლა დგას საკითხი, იყო საუბარი მინისტრთან, სპორტის და ახალგაზრდობის, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და არის რაღაც იმედები, რომ რაღაც პატარა ჩვენი სახლი გაგვიჩნდება, რომელიც მოგცემს საშუალებას იმ დანარჩენთან ერთად, რაც ჩვენ ვიმუშავეთ, უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, უფრო მეტად პროფესიონალური კლუბი გავხდეთ, მეტი ტექნოლოგიები თუ მექანიზმები დავნერგოთ კლუბის დისთვის, გუნდის დისთვის, კლუბის დისთვის. ძალიან ბევრი პრობლემაა რა ერთად. ამ შემთხვევაში ან მიწის პარტიის გამოყოფაზეა საუბარი თუ საუბარი არის ახლა უფრო აი პრემიერ-მინისტრის დადგენილება იყო გახსოვთ 1-2 თვის წინ რომ გადაეცეს არენდაში ინვესტიციების
სანაცვლოდ არსებული ინფრასტრუქტურა და ჩვენ ახლა არა იმ ეტაპზე რო გითხრათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები, რომ გაგრასას გაუშვება თავისი სახლი და იქ შევძლებთ მე რაღაცების გაკეთებას უკან, იმიტომ რომ საკმაოდ ცოდნა იმდენი შეცდომა დაუშვით. ანალიზით საკმაოდ ცოდნა და დაგვიკრობდა რომ უფრო გავიზარდოთ და მე მგონი შევძლებთ. აუცილებლად უსახლობა ძალიან გვიშლეს, იმიტომ მაგალითის გეტყვით რა ჩვენ ვიყავით ესე აღმოჩნდა რომ Red Bull-თან გვაქვს ბიზნესი, კლუბს არა. ჩვენ სამეგობროს კლუბის აქციონერებს და ასე შემდეგ. და დავმეგობრდით Red Bull Salzburg-თან, იცით ალბათ. და ძალიან დიდი საფეხბურთო სტრუქტურაა. მე მგონი 8 კლუბი ასე. ისინი მზად არიან დაგვიდგენ გვერდში ჯერჯერობით არა ფინანსურად, მაგრამ ტექნოლოგიებით აღჭურვილობით, მეტის რაღაც ფეხბურთელების გაცვლა გამოცვლით და ჩვენ ვიყავით ძალიან კარგი ვიზიტი ქონდა და მზად არიან ჩამოვიდე, მაგრამ ეხლა არ ვიცი სად მივიყვანოთ. ესმით სახლი აქვს. ეხლა იმათ სახლი რომ ნახეთ. რაღაც 1-2 გამაიდან ჩვენ ხო უნდა ვაჩვენოთ მოწესრიგებული რაღაც რო გავდეს და იმედი ამასაც შევძლებთ რა დაგვიდგება ინფრასტრუქტურის ნაწილის განვითარების შემდეგ გადავა შემდეგ ეტაპზე ესე ვთქვათ ეს ურთიერთობა უფრო მეტად შეიძლება მეტიც არის უკვე საქართველოს ფეხბურთს საინტერესო ხდება ეხლა ჩვენ კი ვაგინებთ ჩვენ საკლუბო ფეხბურთს მაგრამ არც ისე საგინებელია ხშირად მე ძალიან იშვიათად ვაშენ მე შეგიტყვა ძალიან მე გაიგონიათ რომ ვინმე ჩვენ საკლუბო ფეხბურთზე კარს ლაპარაკობს არა ხო და არა მხოლოდ პრეზიდენტები რომლებიც აღმოდიან თავიანთ კლუბს საკმაოდ კაი კლუბი საკლუბო ფეხბურთი გვაქვს საკმაოდ სანახაობრივი თამაშები ტარდება ჩვენ ჩემპიონატში და ამიტომ საქართველოს ფეხბურთი აინტერესებს ევროპა მიხვდა რომ ნიჭიერი საფეხბურთო ერი ვართ ქართულ ხალხს რატომ არ აინტერესებს ასე ой ეს ამოხსნელი ფენომენია ეს მე ფიქრობ არ გვიყვართ ჩვენ ფეხბურთი ქართველებს მასიურად ამის ისეთი არგუმენტები მაქვს აი ავიღოთ ნუ ვითომ ნაკრები გვიყვარს მაგრამ იმ ნაკრებს რომ ეს ერთი წლის წინ ჩვენ ყველას დასუგრავდით და ცაში აფყავდა იმის მერე რაღაც ცოტა ისეთი შედარებით ჩავარდნითი პერიოდი გვაქვს და მას მოყვა ვიცი დღეს სავსეა ინტერნეტი გინებით და ვარყოფითი ემოციები და მე რო ვთქვა რომ ჩვენ ქართველ შეიძლება დათქვა რომ სანაკრებო ფეხბურთი გვიყვარს ეგეც არ გვიყვარს იგივე ვიყავი ქუთაისში გაბოვერდე ჩამოვიდა სოფლიო ჩემპიონატზეა გაბოვერდე საკმაოდ კაი გუნდია და არ ვიცი მე მგონი 6-7 იყო ჩვენ ნაკრების თამაში ქუთაისში ასე რომ არ გვიყვარს ფეხბურთი ან არ გვსალია ფეხბურთისთვის სხვა რაღაც პრიორიტეტები გვაქვს დღეს მე შეიძლება ხვალ უფრო შეგვეცვალოს და ასე შემდეგ. მაგაში გეტყვით რა შეიძლება რა მე არ ვიცი რომ უნდა მაინც ასეა. შეიძლება დიდი როლი ითამაშოს პოპულარიზაცია ეროვნული ლიგის. მე კიდევ ვიმეორებ საკმაოდ კაი თამაშები დარდება მე ბევრ თამაშს დავდივარ სხვა კლუბის თამაშებზე როცა მაგ დრო საკმაოდ კაი თამაშები საკმაოდ კაი კომბინაციები თამაშდება ძალიან ბევრ ლამაზ რამეს ნახავთ. მე სიამოვნებას ვიღებ პრაქტიკულად ყველა თამაშზე. ძალიან იშვიათად ჩავარდნილი თამაშები იყოს ეს რომ არ გსიამოვნდეს მაგრამ ჩვენ არ დავდივართ და ამიტომ საჭირო მეტი პოპულარიზაცია მეტი ჟურნალისტების ჩვენი ყველა საფეხბურთო ვინც ვართ საფეხბურთო საქმიანობით ყველა გაერთიანება ფედერაცია კლუბები ლიგა მეტი პოზიტიური ინფორმაცია გაუშვათ ახლა თქვენ თუ სულ აგინეთ იქ რა თქმა უნდა არავინ არ მივა იმ თამაშებზე აი გარდა ამის აი რამე თუ გაქვთ წარმოდგენა შეიძლება გქონდეთ გეგმა მაგრამ ამის რაღაცა ფინანსური რესურსი არ გქონდეს კლუბს ამ ეტაპზე მაგრამ აი წარმოდგენაში თუნდაც გაგრა ან ზოგადად საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაცია როგორ შეიძლება მოხდეს ანუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იგივე კლუბების მხრიდან ჟურნალისტების მხრიდან ფედერაციაზეც ასევე მაინტერესებს თქვენი აზრით რა შეუძლია რომ გააკეთოს ფედერაციას ამ კუთხით ფლიან ჩემპიონატისთან დაკავშირებით რა ნაბიჯები შეუძლია გადადგას თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით თქვენი ხედვა ძალიან როგორი ეცი ძალიან კომპლექსური კითხვა ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს როგორ მე ვფიქრობ პირველ რიგში უნდა დავждეთ და ერთიანობა უნდა გამოვაცხადოთ მეორე
მე ვფიქრობ, უпроსტად პირველ რიგში ალბათ უნდა გავიგე რა არის ფუნქცია ეროვნული ლიგის. ეხლა სულ არგუმენტად ისმის, აი ვერ გავდივართ ევროტურნირებზე. ევროტურნირებზე ვერ გადიან ამას აქ ობიექტური ახსნების, მაგრამ ამავე დროს მოდი რა ჩვენი საკლუბო ფეხბურთის მისია არის ევროტურნირებზე თამაში. თუ უფრო სხვა მისია აქვს. ჩემი აზრით ჩვენი საკლუბო ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, დღეს საკმაოდ ღარიბი ქვეყანა. საფეხბურთო კლუბებს არ აქვს შემოსავალი, არც სპონსორების სიმრავლე ყავს, სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ვეძებია და ჯერ ვერაფერი ვერ მოვძებნეთ. აქედან გამომდინარე რეალობას უნდა შევხედოთ. ჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ექსპორტიორი ქვეყანა ძალიან დიდ ხანს, იმიტომ რომ მე მithქვამს ერთ-ერთ ინტერვიუში, ჩვენ კი არა უკვე ჰოლანდია ექსპორტიორი ქვეყანა და დაივიწყეთ ის აიაქსი უკვე ვერასდროს ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, როგორც ვითარდება საფეხბურთო საქმიანობა და ბიზნესი მსოფლიოში. ესე იგი, ჩვენ უნდა მივხვდეთ ჩვენი მისია ევროპის რუკაზე, ჩვენი საფეხბურთო მისია, ჩვენი ეროვნული ლიგის და ჩვენი ეროვნული ლიგის საფეხბურთო მისია არის ნაკრებისთვის ფეხბურთელების გაზრდა. აი და მე იმით უნდა ვიხაროთ ერთად. და მისია საკმაოდ კარგად იმ წირი ფინანსებით, რომელიც გააჩნია ჩვენ საკლუბო ფეხბურთს, იმ სპონსორობით, იმ აი რა ქვია იმას матч-დეი რო ქვია და სასაცილო თანხები გროვდება ყველაზე იმ სტადიონის სადაც ყველაზე მეტი ხალხი დადის. როცა ჩვენგან ითხოვენ მაყურებელი თუ გულშემატკივარი რო ქვია ბევრს მობრძანდით 2 ლარი 5 ლარი გადაიხადეთ შექმენით რაღაც ხმაურიანი ფონდი და ჩვენ მეც ვირბენთ მედი და უფრო მეც გავზდით. ჩვენ ახლა რამოდენიმე რა ვიცი არ დავარქვა რამოდენიმე სპეციფიურ ადამიანს ეყნობა რა დოცკაც ეყნობა ეს ფეხბურთი რომელიც სახლიდან მოაქვს პული და ჩვენ გვესმის შეიძლება გინება. ეხლა გაგრა რო გინებიათ იმიტომ რომ ხო მაგრამ ხო მესმის სხვა პრეზიდენტებს აგინება ხშირად და ისეთ რაღაცებს წაიკითხა კარტოგაცვლარი კადრება და მობრძანდით დაგვიდექით გვერდში თქვენი მობრძანებაა თუ გინდათ წარმატება იქნება რომ მოხვალ ტრიბუნაზე დაждებით ქვია აი მაშინ რაღაცა ერთად მოტივაცია დამატებითი ფეხბურთელისთვის აბა უდიდესი ეგერ კაი ინტერვიუ იყო ამას წინათ ჯეოთიმ როა თუ იცით აი მასთან იური ტაბატაძესთან ფეხბურთელად ვიგზენიო აქა თავი პირველად 25 წლის მე მგონი ეს ტაბატაძე 4 თვის წინ აქ თამაშობდა და იგივე გოლები გაქონდა და იგივე რაღაცებს აკეთებდა და ხო გესმით, მაგრამ არც არავის არ მოსვლია მე მისულ ბევრი ტაბატაძე ყავდა, ნუ პირობითი, ბევრი კაი ბიჭი ყავს ამ ჩემპიონატში, ძალიან ბევრი. აი იგივე რატო არ არის იგივე თქვათ ვინმე რა ქვია ფლუენსერი ქვია თუ ინფლუენსერი ხო რომელიც დაждებს ამ კაი ფეხბურთელებს იღებს ინტერვიუებს რაღაც შოუს დგამს რაღაც რატო არავის ინტერესად ამიტომ ყველა ჩვენ ვაგინებთ რა ჟურნალისტები დაწყობილი და ამ შემდეგ გინებით საქმე გაკეთებულა სანვე აი პასუხს გეტყვით მაგაზე ძირითადად მესმის რასაც ამბობთ და მეც გეთანხმებით რომ გულშემატკივრის დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გულშემატკივრისაც მესმის რაღაც კუთხით და გეტყვით ახლა რა ნაწილში რასაც ამბობენ. აი რაც თქვენ თქვით პრიორიტეტი ამ შემთხვევაში თქვენ თქვით რომ ასე ვთქვათ ეროვნული ჩემპიონატში ფეხბურთელები ასე ვთქვათ თავარი ამოცანა უნდა იყოს ნაკრების ნაკრების შევსება ეროვნული ლიგის ხო ეროვნული ლიგის ეგ ცალკე კლუბს ტორპედო იქნება ქუთაისი გაგრა დინამო იმათ კონდეთ დიდი გმიზნები ჯგუფურ ტურნირებში მოხვდა მე ვამბობ საერთოდ ეროვნული ლიგის მისია რა კი მესმის აი ხალხი მე ყველასთან ეს მაქვს რომ ითხოვს ერთადერთ რამეს ქართული კლუბებისგან არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი კლუბისგან ითხოვს ევროტურნირებზე გასვლას ბევრი ვიცნობ კიდევაც ადამიანებს ამა თუ იმ კლუბს გულშემატკივრობს, აი დავდიოდი, ვესწრებოდი მთელი სეზონი, ასე შემდეგ ის, მაგრამ იმდენი იმედგაცრუება მაქვს, რომ აი ევროტურნირებზე თან ისეთ გუნდებთან დავუმარცხდით, რომ არ უნდა დავუმარცხებულიყავით, ბევრი ამასაც ამბობს. ასე შემდეგ და უკვე აი იმედგაცრუებულია ქართული გულშემატკივარი მაგით, იმიტომ რომ აი ბევრისთვის მithქვამს, რომ არ აინტერესებს ჩემპიონატს მოიგებ, ამ თასს მოიგებ, აი ბომბარდირი თუ გახდება ვინმე, პირობითად კაია შეიძლება რაღაცა აი
დიდ მნიშვნელობას სამწუხაროა, მაგრამ ესეა არ ანიჭებენ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებას, ესე რომ ვთქვა. თავარი არის ნებისმიერი კლუბი, გაგრა იქნება, რომელიმე სხვა არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც გავა პირველი ევროტურნირებზე, ზუსტად იგივე ეფექტი ექნება იმ კლუბს საქართველოს ჩემპიონატზე, აი ფეხბურთელს რო აი კვარა რა ეფექტიც მოახდინა და ახლობით იგივე ეფექტს და იგივე სიმპათიას და იგივე სიყვარულს დაიმსახურებს, მე ესე ვხედავ ნებისმიერი კლუბი, რომელიც გავა ევროტურნირებს. აი ძალიან საკამათო საკითხია. მოდით შეგიტყვა მაგა უბრალოდ ძალიან ბევრი ქვეყანაში, აი ხა ჩვენ ვიყავით ბიზნესი კრაკოვში ამას. აი პირველ ლიგაშია ორი კლუბი ყავთ იმ ქალაქში, ასე მახსოვს. პირველ ლიგაში ეს ხო ევროტურნირებში ვერ მოხდება ის გუნდი ვერასდროს, ხო? შემთხვევით 100 თუ არ მოიგო. 15000 დადის. კრაკოვი თბილისზე პატარა ქალაქია. და დადის 15000. არ გასულა ევროტურნირში, არ ჩანსია. მოდით რა ჩვენი ევროტურნირში რომ მოხდე ჯგუფურში. ხო უნდა გაიარო კვალიფიკაცია, ხო? კი. აი იმ კვალიფიკაციურ თამაშებზე დახმარება ჭირდება მაყურებლის იმას ფეხბურთს. რა თქმა უნდა. რამდენი დადის ჩახედეთ. დასრება ზოგადად პრობლემა. ესეთი რაღაცა ლაბორატორი ნაკრებზე არ დადიან. ნაკრებ თუ ესპანეთში ჩამოვადიან. აი ესპანეთზე არ ჩამოვიდა, არ მოვიდა გულშემატკივარი. ხო, ესპანეთშიც იყო წარილი ადგილი. მოდი რა ეს აი ფული აქეთ მიხადონ და რაზე უნდა გიხადონ ფული მე თუ ომის მდგომარეობაში კლუბს ფულს ვახარჯავ ჩემსას. მოდი შენ და მიდეკ გვერდში. კი, არ როგორც აი იმ ახალგაზრდა ჩემ კოლეგებს, საიდან მოაქვთ ფული? სახლიდან ის რომ ის გასუფთავებულია, რო იცოდეს ფული როგორ მოდის. ჯერ ჩვენი ბიზნესებიდან ყველაფერი გადავიხადეთ, მერე შემოდის ფული იმაში რა ქვია კლუბებში და იქიდან კიდე რაღაც დაღიგებს და რაღაც ვიხდით, გაიგეთ? იმ ხალხს სახლიდან მოაქვთ ფული, ფინანსები და შენ არ გინდა მოხვიდე რა. ვიმეორებ, ევროტურნირზე რომ მოხდე ჯგუფურ ტურნირში ხო უნდა გაიარო კვალიფიკაცია. ამ კვალიფიკაციაზე არის ხალხი. სრული დასრება რაღაც ისეთი რაღაც არგუმენტია, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება მე მას შეიძლება სხვა აზრი კონდეს, მაგრამ მე ჩემი აზრი მიუღებელი არგუმენტია. მესმის და მე გეუბნებით დადიან, მე მინახავს მესამე დივიზიონების სხვა ქვეყნებში რა, მე ბელგიაში, პოლონეთში მესამე დივიზიონის იმაზე სტადიონებს ეხა ფინეთში გეტყვით რა სპონსორობაზე რა ის. ფინეთში ამასინათ იყო მესამე დივიზიონის კლუბი ფინეთში ხო წარმოგიდგენიათ ეხა ფინეთი და მესამე დივიზიონი ხო 17 სპონსორი ყავდა კლუბს. მე მივედი ერთ დიდ კომპანიაში და მე ვთქვა აი ამ ხელა რაღაცა მინდა ეხა არ მინდა სახელები ჩემილი მაგრამ ბევრი კომპანია შევაწყვეტ. ზოგმა იგნორი, ზოგმა ახლა წელს ძალიან დიდ ინვესტიციებს ვაკეთებდო რაღაც ტანკა დაასახელეს სასწაული და ამიტომ თქვენთვის 100,000 და 200,000 ვერ მოგცემთო და ესეთი რაღაც ძალიან რომ მიჭირდა. ჩვენ ვაკეთებთ რაღაცებს კლუბის სტაფით რაღაც სერიოზული პრეზენტაცია მედია მალე იქნება რომ სხვანაირად შევძლოთ რაღაც მარკეტინგ რაღაცებს ვაკეთებთ მაგრამ ჩვენ ფეხბურთში რამდენი ინვესტორი ყავს ეგ სომხებს რო ედარებით შეადარეთ იმათი ბიუჯეტები აზერბაიჯანებში ადარეთ რამდენი ჩვენ ძალიან ბევრი მდიდარი ხალხი ყავს საქართველოში ძალიან ბევრი შენი რა შეგვიძლია 10 კლუბის შენახვა პრობლემაა ერთს დაუბრუნდები უბრალოდ მინდა რომ თქვა რომ ჩემი აზრი ასეთია როგორც ვთქვი მესმის იმ განაწყენებული და იმედგაცრუებული გულშემატკივრის მაგრამ მე ასე ვთვლი არ ვიცი ძალიან რთულია მაგრამ რაღაცნაირად ყველა ძალა უნდა მოვიკრიბოთ გულშემატკივარს გულისხმობ და გავზარდოთ რაც შეგვიძლია დასწრება იმიტომ რომ ფეხბურთელისთვის და თვითონ ფეხბურთელებისგან რომც არ ვიცოდე მარტივი ლოგიკაა ხო ან უდიდეს мотиваციას ოღონდ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ასე რომ ვთქვათ დასწრება აი რაღაცა ჩვენთან ფან კულტურაც ისეთია რა არ არის იმ დონეზე განვითარებული იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის შეცვლა შეუძლია გულშემატკივარს და ეს თუნდაც ნაკრების დონეზე არაერთხელ გვინახავს ხო იყო რომ აი ეს კოვიდის პერიოდში გულშემატკივრო ასე ვთქვათ ნაკრები როგორ დამთავრდა და შემდეგ ასე რომ მე ვთვლი რომ მაგ ნაწილში რაღაცნაირად ყველამ ერთად იქნებ ჩვენი ნაბიჯი გადავდგათ და გავაკეთოთ. რაც შეეხება დაფინანსების ნაწილს,
ისაუბრეთ თქვენს გარკვეულწილად, მაგრამ მაინც ყველას ვეკითხები და თქვენ შემთხვევაში თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად რა პრობლემას აწყდებით, როდესაც მიდიხართ კომპანიასთან, ანუ რატომ ასე ვთქვათ არ ინტერესდებიან, რატომ არ უნდათ ფულის ჩადება. ფეხბურთი არ უყვართ თუ უბრალოდ იმის გამო, რომ რაღაცა რეიტინგი დაბალი აქვს ჩემპიონატს და თუნდაც ეს დასწრება ნაკლებია და ხალხში არ არის ინტერესი. რას ასახელებენ ხოლმე მის ეს? ხალხის ინტერესს პირველ რიგში. მაგას მე ჩვენ თუ როგორ აიცით, ჩვენ თუ წავით სპორტ ლელო იქ რაღაც ყველგან ჩვენ საფეხბურთო საკლუბო ფეხბურთს ვაგინებთ ნეგატიური ტოქსიკური ფონი იქნება გესმით და ტოქსიკურ სიტუაციაში და ასეთ ფონზე არავის არ უნდა რა აი ასე გეტყვით რა მოკლედ რა ფეხბურთს არ უყვართ რა თქმა უნდა და რომ მიდიხარ ცოტა ისე გიყურებენ რა ვაფშე რა გინდა რაზე მოხვედი ხო გაინტერესებს და ასე შემდეგ უბრალოდ რაღაცა ყველას ხშირად წამიკითხავს ხოლმე მსგავსი კომენტარი რომ აი თქვენც ახსენეთ ანუ არის თავისუფლად შესაძლებელია 10 კლუბის შენახვა დღეს საქართველოში და ბევრს დაუწერია რომ აი თუნდაც რაღაცა ერთი პატრიოტი ბიზნესმენი როგორ აღმოჩნდა ისეთი რომელიც ანუ არ მიანიჭებს ყურადღებას თუნდაც აი გულშემატკივრის არ დასწრებას აი თუნდაც თქვათ გინებას და რაღაცა უბრალოდ ფინანსურად დაუდგება გვერდში კლუბს ოღონდ რაღაც სიმბოლური თანხებით არა ისე კარგად რომ ელემენტარულად აი წყალზე ამას რომელიღაცა გადაცემაში ვთქვი რომ ერთ-ერთი კომპანია არ დავასახელებ არ მინდა რეკლამა გავაკეთო Paris Saint-Germain ასპონსორებს და საქართველოში არ ვიცი კლუბი რომელსაც მივმართეთ მაგ კომპანიას ჩვენ მივმართეთ ჩვენც აი უბრალოდ ონკანის წყალი ვახერხა უბრალოდ ელემენტარული არაფერი პრობლემა რა ვიყავით გაგრა ვართ რაღაც სახელი ქვია რაღაც სიმბოლო ვართ რაღაც რო არ დაგვივიწყო რაღაც წარმოვადგენთ ხო რაღაც წარმატებები და არასდროს ჭუჭქი ჩვენ არ გავსილვათ არაფერი მივმართეთ მაგ კომპანიას ჩვენ ძალიან ყურადღებით მიგიღეს ყავა გაგვიმასპინზე ყველაფერი და გითხრეს ვარი აგერ ცოტა ხნის მერე ვნახეთ ეგერ ხო ის და Paris Saint-Germain ხო არა მარტო ეგ კომპანია სხვა თუნდაც იგივე მათი კონკურენტები ძალიან ბევრია რა მე გეტყვით პატრიოტ ჩვენ გვაკეთვით ჩვენ ისეთ რამეს გეტყვით შეიძლება ვიღაც გამინაწყენდეს მაგრამ ჩვენ მასიურად ვართ სუფრის პატრიოტები სუფრის პატრიოტები აი სუფრა ისეთ ლამაზ წესები გვაქვს სწორი სიტყვების წარმოთქვა ვიცით ასე შემდეგ ასე როცა საქმე შეეხება რაღაცას უბრალოდ ხალხი იმალება რა სამწუხაროდ და ამიტომ ცოტა მეტი პატრიოტი გქცენ ჩვენ იმ ხალხს ვის არ იმალება და ვის თავზე ეს ფეხბურთი რო არსებობს გადადი ეს ერთი რა რო იცოდეთ მეორე გეტყვით რა მე ცოტა რო შევეხოთ ძალიან ბევრი შემილია ამ თემაზე ვილაპარაკო მე გეტყვით რომ მთელ სოფლიოში მე მაგალითები შემილია გითხრით რა ისეთი მაგალითები რომ სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე არსად ფეხბურთი არ განვითარებულა აი ბელგია ხო დიდი საფეხბურთო ქვეყანა მოგიყვებით ერთ მაგალითს გაინტერესებს რა თქმა უნდა აი მაგალითად არის გენკი ასეთი კლუბი 12 მოედანია ამ კლუბს აი ნუ სამი მგონი ხელოვნური 9 ნატურალური თავის ბაზით ყველაფრით რაღაც ონტიქ სახელმწიფო ცოტა სხვანაირადაა მოწყობილი ეს აქ საშუალება ვისი აშენებულია როგორ ფიქრობთ კლუბის არა ნუ მუნიციპალიტეტის კონკრეტულ შემთხვევაში სტადიონიც მაგარი სტადიონი ისიც მუნიციპალიტეტის აშენებულია მაგრამ გადაცემულია კლუბისთვის იმიტომ რომ ეს ბიზნესია სტადიონი იქ იმიტომ რომ დადის ხალხი ავიც შეყოვილ თამაში ალბათ მინიმუმ მილიონი ევრო შემოდის იმ კლუბს ესეც მუნიციპალიტეტის სახელმწიფოს ერთსაც გეტყვით რა რო არ ძალიან ბევრი მაგალითი რა რომელიც მე ვიცი ვიღაცების ყაბრებით კი არა აი რაღაც დინამო გიევთან მქონდა რაღაც შეხვედრა და დაემთხვა ისე რომ მე ავსტრიაში მიფრინავდი ვენაში 160 კილომეტრში იყო დინამო გიევი ამ ზაფხულს ავედი შევხვდი ერთი ღამეს გავათი ლაპარაკეთ ხელმძღვანელობასთან გავარკვი რა სოფელი არის ამ სოფელს აი ყველა სოფლების ჩემპიონატში ყველაზე დაბალი დივიზიონი თუ რამე არსებობს ყავს კლუბი ამ კლუბს აქვს სტადიონი ორი სავარჯიშო მოედანი ერთი განათებით
აქ ვარჯიშობს დინამო კიევი, აქ ვარჯიშობდა. გარდა ამისა, ბევრი სპონსორი, ადგილობრივი სპონსორი, კაფე, რომელიც ამ ფეხბურთელებს აჯობენ, რაღაც ტანკები შემო. ეს რა თქმა უნდა ეს არა ამ კლუბის საშენებელი, просто ეს არის კლუბი, მოყვარულები და თქვენ რო შევიგრიბოთ და ვითამაშოთ რა, ერთ სოფელში რო ცხოვრობთ, ისეთი კლუბია რა, მე მივხვდით. აი ასეთ წყდება ეხლა და მე ვთვლი რომ ის მეტის მხარდაჭერა გვჭირდება იმ ხალხს, თუ ფეხბურთი ითვლება ჩვენ ხო გვაქვს საფეხბურთო ქვეყანა თხოვთლით, თუმცა მეტი მხარდაჭერა გვინდა სახელმწიფოს მხრიდან რა. ხო, აი სახელმწიფოზე და ფედერაციაზე რომ წავიდეთ ასე რომ ვთქვათ, გექნებათ ეგ ინტერვიუ ნანახი ფედერაციის პრეზიდენტის, რომ ანუ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ და ესე იყო აღქმული და ისე თქვა რეალურად, რომ ვერ ხედავს პასუხისმგებლობას ფედერაცია. ნუ შემდეგ იყო და ყველა პრეზიდენტი აღნიშნავს იმას, რომ ფედერაცია ბევრს შრომობს, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში თუ თქვენ პირადად, აი თუნდაც თქვენ კლუბთან დაკავშირებით ზოგადად რო არ ვილაპარაკოთ. ინფრასტრუქტურულ ნაწილზე ახლა თქვენც რას ხაზი გაუსვით, მაგაზეც ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სტადიონი ავაშენეთ და ძალიან ბევრი გავაკეთეთ და კიდევ გავაკეთოთ და ასე შემდეგ. აი თქვენ უშუალოდ თუნდაც გაგრას შემთხვევაში აი ყოფილი პრეზიდენტები, რომელსაც მიუმართავთ რაღაცა კონკრეტული დახმარებისთვის ან რაღაცა გვერდში დგომისთვის, როგორც გინდათ ისე დავარქოთ. აი თქვენ თუ გქონიათ რამე იდეით თუ მისულ ხართ, მხარდაჭერა თუ გიგრძნიათ, ან რაც თვლით რომ შეიძლება გააკეთოს ისეთი რაიმე კონკრეტული ნაბიჯი ამ შემთხვევაში ფედერაცია. ოკეი, პირველი ცოტა გლობალურად შევეხები რა, მე ვფიქრობ რაც ბოლო წლებში გაკეთა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის, მათ შორის განათლების, მე ვამბობ, ძალიან ბევრი რამის არ გაკეთებულა ძალიან დიდი ხანია საქართველოში. თქვათ რომ ეს საკმარისია, იმას გეტყვი არაა საკმარისი, უფრო მეტი შეიძლება, უფრო მეტი ალბათ ერთ-ერთი პრობლემაა ჩვენი მენეჯმენტი, როგორ წარმართოთ კლუბი, ამას შეუძლია ფედერაციას UEFA-სთან ერთად მეტი დახმარება გაგვიწევს, მეტი მეთოდიკები მოგწეს, მორგებული ჩვენ რეალობასთან. ალბათ ამას შეიძლება რაღაცების დახვეწა, არ არსებობს რომ ყველაფერი გაკეთდეს კარგად და არ იყოს რაღაც მინუსი. მაგრამ ის თქვა რომ რაღაც არ გაკეთდა და ძალიან ბევრი გაკეთდა რეალობად, ბევრი ჩემპიონატები ჩავატარეთ ეს ინფრასტრუქტურაზე, რა იცი სახელმწიფო ააშენა ის, კი სახელმწიფო ააშენა ბევრ შემთხვევაში, მაგრამ არ არის UEFA-ს ფულიც, FIFA-ს თანხებიც და ასე შემდეგ. ამიტომ მოდი დაუკარგავთ ფედერაციას იმას დამსახურებას. რაც შეეხება ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში, მე გაგრის შემთხვევაში მე ყოველთვის ვქნობდი მხარდაჭერას რეალობას გეუბნებით, იმიტომ რომ გვიჭირდა იქ დავალენებები ჰქონდა ფედერაცია არასდროს არ შექმნია პრობლემა, იცით უკრაინაში ცხოვრობ მთელი ბიზნესი დამენგრა ძალიან ბევრი პრობლემები შემექნა, შევეხეთ რომ გადარჩენა, მე ყოველთვის ვქნობდი ამ მხარდაჭერას, მეტიც იყო საუბარი თუ რაღაც სახელმწიფოს მხრიდან იქნებოდა რაღაც ტერიტორიის გამოყოფა ან რაღაც პირადად ლევანმა დამპირდან მე დარწმუნებული ვარ რომ გააკეთებს თუ მოხდა რაღაცები რომ აი FIFA-ს არსებობს რაღაც პროგრამები რომ ხელოვნურს გააკეთებდა ბევრი ასეთ შემთხვევა იგივე თენგიზ სულაკველიძესთან ასე რომ მე ვფიქრობ მე უკმაყოფილო ვერ ვიქნები რა თქმა უნდა მეტი მინდა მაგრამ მე რაც არის იმას ხვები რა როგორც არის შეიძლება გაკეთდა მაგრამ უფრო მეტი არის საჭირო ეს ყოველთვის შეიძლება მეტი და ყოველთვის შეიძლება კონდეს პრეტენზია ჯერ საკუთარ თავთან მე ყველასთან ასე რომ ფონდის ნაწილზეც თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ კრიტიკა დიდია გულშემატკივრის მხრიდან ასევე მე პირადად სიმართლეს ვიტყვი ზუსტად რა თანხებთან იყო საუბარი და ასე შემდეგ რაც ეს გადაცემა დავიწყე და ასე ვთქვათ უშუალოდ ვესაუბრები ადამიანებს პრეზიდენტებს ამ შემთხვევაში ვინც იცის ეს დეტალები მე ისმის არის კლუბები შემთხვევაში რომელსაც რაღაცა დიდ როლს არ ასრულებს
ფონდიდან მიღებული თანხა, მაგრამ არის კლუბები, რომლისთვისაც ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანხები. თქვენზე როგორ მოქმედებს, ან ზოგადად როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად იხარჯება, არ იხარჯება, იმიტომ რომ არის იდეის დონეზე მე როგორც ვიცი და აქაც პოდკასტშიც იყო საუბარი, რომ შესაძლოა ეს დაფინანსების წესიც შეიცვალოს რაღაც არ ვიცი როგორ ზუსტად, მაგრამ ნუ არის საუბარი ამაზე. აი რას ფიქრობთ ამ ფონდთან დაკავშირებით, როგორია თქვენი დამოკიდებულება და აზრი? მოდით ასე დავიწყოთ ცოტა ოდნავ ისტორიით, ძალიან მოკლედ მოგვი, მაგრამ ვარ შევეხო როდის იმ პერიოდში, როცა ეს ფონდი ჩამოყალიბდა და ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული, დავიწყოთ მაგ დროს, ხა მე დიდი ხანია ფეხბურთში ალბათ ვინც დღეს არის კლუბის პრეზიდენტები, მფლობელები და რაღაც ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ხანდასმული, ასე რომ ვთქვა, დიდი ხნის მე ვარ. ამიტომ ეს იყო ის პერიოდი, როცა უკვე ყველა ინვესტორს, ჯერ ცოტა ინვესტორები იყო, სულ ერთხელ, რა ვიცი, 6-7 კაცი. უკვე ძალიან დაღლილი იყო რა, იმიტომ რომ იქ სახელმწიფო ფული მუნიციპალიტეტებში მიდიოდა, მე მუნიციპალიტეტები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, რომ მათი კლუბები და აღმოჩნდებოდა კერძო ის ხალხი, ვინც კერძო კლუბები იყო, პრობლემებს ეტაკებოდა, ეჯახებოდა და უკვე ყველას ფაქტიურად იქამდე იყვნენ, რომ მიტოვებას აპირებდნენ რა, ეგ პერიოდი. ეს ფონდის ფულიც რო ავიღო, ეს თანხები იხარჯებოდა ფეხბურთში, просто იხარჯებოდა ასე. ზოგი მუნიციპალიტეტს მერს უყვარდა ფეხბურთი, გამოაყოფინებდა ბიუჯეტს, მე იქ ბევრი ის იყო. მიკერძოებულად იხარჯებოდა. მიკერძოებოდა, კი, მოკლედ რო ვთქვა, იქ ვიღაცა ფოტოგრაფს ჰქონდა $1000 ხელფასი, ამ შემდეგ და ეს სახელმწიფომ გააკეთა სწორი გადაწყვეტა, ამით ფაქტიურად ფეხბურთის გადარჩენა მოხდა ამ ფონდის შექმნით. ინვესტორი დღეს ყველა კლუბი ლიგა 1-ში და მე მგონი ლიგა 2-შიც ყველა კერძოა, ამან მოიწვია მეტი ინვესტიციები, რომ დავითვალოთ რა, მეტი ინვესტიციები ვიდრე იყო აქამდე. ამიტომ ამით გადავარჩინეთ ფეხბურთს და მათ შორის ის ნაკრები, რომლითაც ჩვენ დღეს, გუშინ ვამაყობდი და დღეს ზოგჯერ ვაგინებთ, ის ნაკრებიც იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ საკლუბო ფეხბურთი. ის ფეხბურთელი ყველა კლუბებშია გაზრდილი. იგი გასაგებია მე იქ სადღაც სხვაგან წავიდა, იქ უფრო დაიხვეწა და გაზრდა, მაგრამ ყველა დაწყებული გვარაცხელია და ჩვენ ვახსენსო და მამარდაშვილი და ამ შემდეგ ყველა კლუბებშია დაწყებული ფეხბურთი და 18 წლამდე ვერავინ ვერ მიდიოდა, ხო გესმით. ხო და ამით გადავარჩინეთ ფეხბურთი. მეტიც იმის მერე სამწუხარო შემცირება მოხდა იმ თანხების მოხდა ინფლაცია ელემენტარულად მაშინ კურსი იყო სიტყვაზე 100 მახსოვს და ლარი და $70 დღეს არის 2.70 და ის თანხები რა თქმა უნდა გვეხმარება, მაგრამ ესა წვეთოვანზე ვართ რა, ასე რომ ვთქვა, გაგრეს თვისაც რომელიც არ არის მაღალ ბიუჯეტიანი კლუბი, მანდაც ეს ნახევარსაც არ შეადგენს ეს თანხები რა, რომელიც სახელმწიფოდან მოდის. და ხა უფრო დიდ ბიუჯეტიანი კლუბი შეიძლება იყოს 20%, 15%, აი ასე დაახლოებით. მე ისიც მინდა რა ვთქვა, იცოდეს მაყურებელმა, რომ ამ თანხებიდან რომელიც შემოდის, ემატება მე ჩვენი თანხები, რომლისგან ჩვენ გვაქვს გადახდილი სხვადასხვა საგადასახადო ისევ სახელმწიფოში, რა მინდა ვთქვა, ის ფული რომელიც მოდის, მათ შორის ჩვენი ფულიდან უკან ხო, მედის როცა მე ჩვენ ეს თანხები შევიდან სახელმწიფო დაგვეხმარება ამ ფონდის მეშვეობით, იქედანაც ბევრ გადასახადს ვიხდით, მათ შორის ჩემი შემოტანილი თანხები და ის მიდის ისევ ბიუჯეტში, ასე რომ აი ასე დღეს ასე დგას სურათი. აი მაგასთან დაკავშირებით არ ყოფილა საუბარი, თუნდაც ფედერაციას, თუნდაც სამინისტროსთან რაღაც გარკვეული შეღავათები დაწესდეს, იმიტომ რომ ხო რეალურად ეგრეა, რასაც იხდით, ეხლა წაგან თქვი, რომ მე არ ვიცოდით, ხო დეტალურად და რაც გავიგე რამდენიმე კლუბის პრეზიდენტისგან, რომც არ ჩაიხედო ფინანსურ ნაწილში ციფრები რო იყო, მარტივი არითმეტიკა არის, რომ ან რასაც ესე ვთქვათ ფონდიდან იღებს კლუბი, ყველაზე არ საუბრობ, მიდის ისევ უკან ბრუნდება და ანუ ხო ხვდებით, ანუ არანაირი აზრი შეიძლება არ იყოს ამას და თუ იყო რამე შეღავათი, რომ დაწესებული იყო ან რაღაცა ნებისმიერი ფორმით, რა ვიცი, რამეზე საუბარი. რა იცით, აზრი რო კონდეს ამ დაფინანსებას, ესე რომ გამოიყენოთ უფრო, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვნად.
რამე სხვა ფორმები თუ შეიძლება შემოთავაზებული იყო თუ არა განხილული იყო თუ არა რამე სხვა ფორმები და რამე სხვა ფორმებიც ეგეც და აი პირობითად ვამბობ ის რასაც იხდით უკან საშემოსავლოს ნაწილში აი მაგ ნაწილში თუ ყოფილა საუბარი რომ რაიმე შეღავათი შეიძლება არა მაგ ნაწილში რა იცით მაგ არ ყოფილა მე როგორც ხედა მათ საშიშროებები არის რა თუ არ მოხდა რაღაცები მოხდეს შეიძლება არასწორად გამოიყენონ ვიღაცები ამიტომ ეგ ამის განხილვა არ ყოფილა მე რას ვფიქრობ იცით ჩემი აზრით ეხლა მე როგორ გითხრათ უფრო რა ვიცი მე უფრო თვლი უკეთესი იქნებოდა სახელმწიფო თანხები რაღაც ეტაპზე და შემდეგ მოხსნა და შექმნა ისეთი სისტემის რომელიც აი მდიდარ კომპანიებს მიცემს საშუალება რაღაც ნაწილში რომ ისევ არ მოხდეს არასწორი მომენტები რაღაც ფულის გათეთრები და რაღაც ნაწილში შეძლოს მოგების რაღაც ნაწილი დააფინანსოს საფეხბურთო კლუბები. ეს რა იცით, როცა მოდის ერთია, როცა ჩვენ ვეძებთ, უფრო უკეთესია მეც მოვძებნით, უფრო მეც როგორ გითხრა მივმართავთ, იმასაც ეცოდინება რომ ამით არაფერს არ კარგავს და მეტი ჩართულობა აღმოჩნდება იმ კომპანიიდან, სიტყვაზე PSP იქნება თუ ავერსი თუ კიდევ სხვა კომპანიები, ბანკები და შემდეგ. მე ვფიქრობ რაღაც ამდაგვარი სისტემაა მოსაფიქრებელი, რომელიც უფრო ახლო იქნება, მე ცოტა როგორ აიცით საბჭოთა სოციალიზმის წინააღმდეგი ვარ რა, შინაგან აი ესეთი რაღაც უფრო სოციალისტურ მიდგომებს მაგონებს და ამიტომ უფრო ფული რო ცოტა სხვანაირად უნდა იყოს მაგრამ რო გითხრათ რომ რაღაც ზუსტად ჩამოყალიბებული მაგ და მზად ვარ ეხლა დღეს დაგიხატოთ თქვენ ეს მაგის არ ვარ მზად გასაგებია თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა თუ გაქვთ სურვილი რო გითხრათ ამ შემთხვევაში გაგრას რითი არსებობს იმიტომ რომ არის კლუბები რომლებიც შეიძლება მეორე მესამე ლიგაში რომელიც ფონდისგან შემოსული თანხებით არსებობს არის კლუბები სადაც ასე ვთქვათ ტრანსფერიდან მიღებული თანხებით ზედგას და ძირითადი შემოსავალი უმეტესად მაინც ესია ქართულ ბაზარზე და ქართულ კლუბებში და არის შემთხვევები როდესაც დიდი ნაწილი თანხების კლუბში შემოაქვს ასე ვთქვათ დამფუძნებელს თქვენ შემთხვევაში როგორ არის გეტყვით 19 წელი კლუბს ვაფინანსებდი მარტო მე ასე დამფუძნებლებში მაგრამ აი როცა უკრაინაში ომი დაიწყო რაღაც და გითხარით რომ კლუბს ძალიან გაუჭირდა დიდი დავალიანებები ჰქონდა და შემდეგ ისე მოხდა რომ ჩვენ მოვახდინეთ ისე ჩემი სამეგობრო და სამეგობროს სამა მოვახდინეთ ამ კლუბის აქციონირება რა აი ჩვენ თქვით პატრიოტი ბიზნესმენები და რაღაც ელემენტარული მე შევხვდი ჩემი მეგობარია მიხეილ სვიმონიშვილი ესა და ბეგლავის და ერთ-ერთი დამფუძნებელი ახმარო და შემდეგ მოთხარი მიყო მეგობრო დიდი ხანი მოთხარი ასე მოდი როგორმე გადავარჩინოთ კლუბი დავწონეთ შევქენით რაღაც სქემა მე ძალიან გვერდში დამედგა ჩემი მეგობარი გაგრელია ჩემი პარტნიორიცა ჩემი ბავშვობის მეგობარი ერთად გიორგი მახათაძე ამას მოყვა მე მამუკა მახათა და გავაკეთეთ ასე ვთქვათ გავყავით პატარ-პატარა აქციებით ორი შვეიცარიელი უცხო ინვესტორიც შემოგვიერთა ასე რომ ვთქვათ 11 სარაჯიშვილი კომპანია ზომა კომპანია მისი დამფუძნებელი და ეს სამეგობრო ჯგუფმა გადავარჩინეთ ასე რომ ვთქვათ ეს კლუბი იმიტომ რომ მიხომ ჩათვალა რომ გაგრა უნდა იყოს და მე ბიჭებმა ჩათვალეს ვისაუბრეთ და გავაშევქმენით ბორდი ჩვენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ვიღებთ ბორდით მოკლედ ასე გადავარჩინეთ ეს კლუბი რა ასე რომ ვთქვათ ალბათ დაახლოებით 40% შეიძლება 35 ეს არის ფონდის თანხები შეიძლება 40-იც ალბათ უფრო ახლოს და ჩვენი შემოტანილი UEFA-ს ფული ჯერ ეს მოხდა 2 წლის წინ ამ დროს დავიწყეს კლუბის გადაწყობა ეს მეხუთე ადგილიც ალბათ მაჩვენებელია რომ რაღაცები უკეთ გავაკეთეთ ვიდრე მანამდე მარტო მე ვაკეთებდი ჯერ ტრანსფერები არ გავიკეთებია მაგრამ გვაქვს რამოდენიმე საინტერესო ფეხბურთელი ყავს ვიფიქრობთ ეს სატრანსფერო შემოსავლებიც იქნება
თუ არ ვცდები ბოდიში გაწყვეტინებთ ოქრის შემთხვევაში იყო ყველაზე დიდი ტრანსფერი ოქრი იყო. დიდი ხანია. კი. და რაღაც მარკეტინგულ პროექტებს ვაკეთებთ. მალე თქვენც გაიგებთ, აკპატიჟებთ პრეზენტაცია იქნება და მე ვფიქრობ ძალიან მოვასწორებ ოპტიმისტურად. ანუ თამამად შეგიძლიათ თქვათ ეხლა რომ ფინანსურად კლუბი ეხლა არის კარგ მდგომარეობაში, იმიტომ რომ საქართველოში ქართულ საკლუბო ფეხბურთში ხშირია ფინანსური პრობლემა ზოგადად არის, მაგრამ გულისხმობ შემთხვევაში ხელფასების ნაწილი არის ხოლმე, რომ არის კლუბები, რომლებიც შიც რაღაცა ვეხერ ხდება ხოლმე ფეხბურთელებისთვის ანაზღაურების გადახდა ფეხბურთელებს რო თავი გამსაჯებიც ვერ იღებდნენ ანაზღაურებას დაიწერა ამასთან დაკავშირებითაც ანუ დღეს გაგრას მსგავსი პრობლემა არ უდგას არა გაგრას არ უდგავს absolutely ჩვენ არ ვეწევით ავანტირისტულ პოლიტიკას მერტო არ წაგვიყვანა იკითხე იმიტომ სულ გინდა რაღაც უკეთესი ფეხბურთელი ყავდეს რაღაც და ჩვენ სტაბილურად ვიზით ჩვენ არ გვაქვს დიდი ბიუჯეტი მაგრამ ჩვენ ვართ სტაბილური კლუბი დაგვიანებები არ გვაქვს და ამ გზით ვაპირებთ სასვლას რა ნელა განვავითაროთ კლუბი მეტი შემოსავლის ორგანიზება შევძლოთ და გავიზარდოთ ისე რომ რაღაც ილუზიებში არ ვიცხოვეთ აი ყოველ რაღაცას ვიღაცა გამოჩნდება და დღეს ხელი მოვაწეროთ იმ ვალდებულებას რომლისთვისაც ხვალ არ ვიქნები მზად ასე ვთქვათ ესმის ცოტა ნელა ბოლოსკენ რომ წავიდეთ როდესაც საუბრობ არ აქვს მნიშვნელობა გულშემატკივართან იქნება საუბარი რაღაცა მწვრთნელთან პრეზიდენტთან ასე შემდეგ მაგრამ მაინც უფრო მასობრივად ერთ-ერთი ფინანსების გარდა ერთ-ერთი გადარჩენის ესე ვიტყვი შანსი გადარჩენის გზას ხედავენ ბავშვთა ფეხბურთში აკადემიებში და ასე შემდეგ. აი თქვენ თუ მუშაობთ ამ მიმართულებით რას აკეთებთ, რა გეგმები გაქვთ თუნდაც ამ მიმართულებით, ძალიან საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ გულშემატკივრისთვის. მომიწია რამოდენიმე ქვეყანაში საკმაოდ კარგად ვიცით ბავშვთა ფეხბურთი მაგრამ ბელგია, საფრანგეთი, უკრაინა რა თქმა უნდა, პორტუგალიას მინახავს. მე გეტყვით ხორვატია. მე ვფიქრობ ჩვენ ერთ-ერთი უნიჭიერესები ვართ ქართველები რაც შეეხება ფეხბურთს, საფეხბურთო. გვაქვს სხვა პრობლემები, ძალიან გვაკლია ინფრასტრუქტურა. ასევე ძალიან გვაკლია ასე რომ თქვა გვაქვს ალმასები და რყავს იუველირები რა ძალიან იუველირების ძალიან დიდი დეფიციტია იმიტომ რომ მას ძალიან სიღრმეში არ მინდა წავიდე ეს ჩვენ მენტალურ რაღაცებთან დაკავშირებული უნიჭიერესები ვართ მაგრამ გვაქვს ეს ორი პრობლემა ჩვენ როგორც თვითონ გაგრა მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ აკადემიას იმიტომ რომ რაღაცა შარშანა ის თორსა მეგობრების გაერთიანება მოხდა კლუბი დავყავით პატარ-პატარა აქციებად და შევქმნით ბორდი ერთ-ერთი პრიორიტეტი ალბათ შევქმნით რომ ჩვენი აკადემია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში ამ გზაზე ვდგევარ და პირველი წარმატებები გვაქვს მეტიც გვინდა რომ მაქსიმუმ შევსება პირველ გუნდში იყოს აი 2 წელიწადში რომ იყო მაქსიმუმ ფეხბურთელები ჩვენი გაზრდილები. გვაქვს პრობლემები, რომ ისევ სახლი არა გვაქვს, გითხარით, მაგრამ იმედი ამას გადავწყვიტავთ. ან ძირითადად მაინც უფრო ინფრასტრუქტურული ნაწილია მთავარი. ინფრასტრუქტურა და კადრები, ძალიან ბევრს მუშაობთ, რომ კადრები დავხვეწოთ, ვასწავლოთ, სწორი ადამიანები ავირჩიოთ, იმიტომ რომ მაგათ არასწორი ადამიანი, даже კაი სპეციალისტიც რა, ვერ გაზრდის სწორ ფეხბურთელს, ასეა რა და ხვეწავთ, მე ვფიქრობ გადავწყვიტავთ, საკმაოდ კარგი კონტინგენტი ყავს წვრილების, წესიერი ხალხი, საკმაოდ ცოდნე, სწორი მიდგომით, ახალ ბავშვების მიმართ და მე ვფიქრობ ინფრასტრუქტურის სიტუაციასაც გადავწყვიტავ და მე მაგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნები და შევალთ ერთ-ერთი კაი აკადემია გაგრის. ეხლაც არ ვარ ცოდი აკადემია, ოქროს ლიგაში 19 წლიანები ვერცხლის ლიგა ძალიან დიდი. პირველი ადგილი აიღო ძალიან დიდი ჰანდიკაპით, გადავიდა ოქროს ლიგაში და საკმაოდ კაი კონტინგენტი ყავს ქვემოთ. მათ შორის უკვე ორი პირველ გუნდში ვარჯიშობს ჩვენი ორი და ალბათ იანვრიდან კიდე ერთი
ჩვენი აკადემიის გასწავლები უკვე პირველ გუნდში იქნებიან. ასე რომ მუშაობთ ამ მიმართულებით და მე ვეთანხმები ყველა პრეზიდენტს, რომ აკადემია ძალიან მნიშვნელოვანია კლუბის ფუნქციონირებაში და წარმატებაში, ასე ვთქვათ. აკადემიის სწორი გამართვა. ასეგებია. ერთსაც გითხავთ, რამდენად გაქვთ სურვილი ან შეგიძლიათ საუბარი თქვენ გადაწყვეტეთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მასიურად არა, მაგრამ სმენია ესე რომ ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატში და თქვენც ახსენეთ თუ სწორად მახსოვს ერთ-ერთი კითხვის პასუხის დროს, რომ ერთიანობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საქართველოს ჩემპიონატში ეს კლუბების ხელმძღვანელების ერთიანობა რამდენად არის, თუნდაც რაღაც გარკვეულ საკითხებზე თუ პირობითად ვამბობ, იმიტომ რომ მე რატო ვამბობ ახლა ამას უფრო გასაგები რომ იყოს, არის რაღაცა იდეები, რომელიც შესაძლოა კარგი იყოს, მაგრამ ვერ თანხმდება 10 კლუბის ხელმძღვანელობა. არის ხოლმე წინააღმდეგობა და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ზოგადად ერთმანეთში. ან ამდენად ხშირად იკრიბებით, ამდენად ხშირად ფიქრობთ და მსჯელობთ ყველა ერთად რაღაცა აი 52 ადგილიდან რომ დავიძრათ და წავიდეთ წინ რეიტინგს გულისხმობ. აი, ცით ვიკრიბებით, მეც რაღაც პატარა არაფორმალური საბჭოც შევქმნი, ჩვენ მათ შორის ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მეც ვარ მათ შორის. რაღაც გავდივართ ერთნაირ პოზიციებზე დაახლოებით, პირველ მე გქონდა ბატონ ლევანთან და დავით მუჯირთან შეხვედრა, რაღაც გეგმები მოვხაზეთ, მათ შორის ძალიან გახსნილი საუბარი გქონდა, ძალიან ხარისხიანი, მომავალწელს რაღაც წარმოდგენაც გვექნება საერთოდ და რაღაცებს შევძლებთ შევთავაზოთ სახელმწიფოსაც, როგვერში დაგვიდგეს და არის ეს ერთიანობა ისე არ არის რა. ხო, შეიძლება მცდარი წარმოდგენა არსებობს საზოგადოებაში. ყველა რა იცით, კლუბის პრეზიდენტი ყველა ლიდერია, ყველა რაღაც წარმოადგენს, წარმატებულია თავის საქმეში და რა თქმა უნდა ამ დროს დისკუსიები მოსულა, მაგრამ ისიც მოვილაპარაკეთ, რომ იმდენი ისე შევძელით დალაგება, რომ შევქმნით საბჭო და გვაქვს ურთიერთობა მთავრობასთანაც, გვაქვს ურთიერთობა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, მედიც მე ისე გაირკვა და ყველა შედეგიანია ეს შედეგიანი პირველი ისინი დავიწყეთ მოძრაობები და შედეგიანი გახდა მედიც მოლაპარაკებული ვართ, რომ ეს ლევან გობიაშვილის იდეა იყო, რომ აუცილებლად რაღაცები ჩამოვყალიბდეთ, ისე ნორმალურად და რომ პრემიერ-მინისტრთანაც შევხვდებით რა, იმიტომ რომ იცით, რომ პრემიერ-მინისტრს უყვარს ფეხბურთი, ცნობილი ამბავია და მზადა განიხილოს წინადადებები. ასე რომ არა ისე რომ ჩვენ დაშლილი ვიყოთ, აქ რაღაცები ზოგჯერ დისკუსიები რაღაც, მაგრამ ვინც ყველა ერთ ნავში ვზივართ. პრემიერ-მინისტრთან ეს გაერთიანებული შეხვედრა იგეგმება კლუბების ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს. ფორმატი ჯერ არაა გადაწყვეტილი, მაგრამ ალბათ მოხდება ესეც ფედერაციასთან შეთანხმებით. ხა ჩვენ პრინციპში ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, ყველას ერთად შევხვდება თუ დელეგაციასთან. ეს შეხვედრა დახურული იქნება, ასე მგონია. აქვე კითხავთ, რადგან შეხვედრებზე იყო საუბარი, არსებობს ბევრი მედიის წარმომადგენლისგან თუ იუთუბერისგან თუ სპორტის მოყვარული ადამიანისგან. ბოლო პერიოდში იყო რამდენჯერმე გაჟღერდა რაღაცა გაკეთებულიყო გაერთიანებული შეხვედრა. ოღონდ ეს ყოფილიყო ღია საჯაროდ გულშემატკივრებისთვის, სადაც იქნებოდნენ რაღაცა კლუბის პრეზიდენტი, მეც მაქვს ეს იდეა, უბრალოდ ჯერ ამაზე ესე ღიად არ საუბრობ, იმიტომ რომ ჯერ დაბრკოლება მაქვს, რომ აქ მოვიყვანო ადამიანები. თქვენ არ გულისხმობთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ პირველივე, ასე ვთქვათ, შემოთავაზებაზე დავთანხმდით, როდესაც საქართველოში იყავით. და აი რამდენად შედეგის რამდენად მოგცემს და რამდენად საჭიროა თქვენი აზრით აი ესეთი ღია საუბრები გაერთიანებული გულშემატკივრებთან, რომ გაიგონ რას ფიქრობენ ამა თუ პრეზიდენტები, ასე ვთქვათ, საკითხებზე. გულშემატკივრები არსებობენ, პრეზიდენტები ვართ. გულშემატკივრები არსებობენ, ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობით. ბატონო, შევკრიბეთ და ვილაპარაკოთ, მშვენიერია ვისაუბროთ. ისე არ ვიკითხები, ჩვენ ვართ 10 პრეზიდენტი, ხო? ლიგაში 10
ქვემო და ვართ 40-50 კაცი. ეხლა რამდენი გულშემატკივრი არსებობს? შეკრიბეთ შევხვდეთ. აი მოდი გულშემატკივრებზე რაღაც საუბრობთ და ესეთი რუბრიკასავით გვაქვს ბოლოს რომ მე გთხოვთ თქვენ ჩვენს მაყურებელს დაუსვათ შეკითხვა თუ გნებავთ გაგრასთან და საქართველოს ჩემპიონატს უკავშირდებოდეს სავარაუდოდ გაგრასთან დაკავშირებით გექნებათ შეკითხვა მაგრამ ნებისმიერი სირთულის ნებისმიერი ფორმით რის როგორც გნებავთ დაუტოვეთ ჩვენს მაყურებელს კითხვა და პირველი ადამიანი რომელიც სწორად გასცემს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას პასუხს საჩუქრად მიიღებს გაგრას საგულშემატკივრო მაისურს და ასევე ბურთიც გადაეცემა პირველ სამ გამარჯვებულს საჩუქრად. ანუ პირველი გამარჯვებული მიიღებს მაისურს და პირველი სამი მიიღებს ბურთს. რა იცით მე აი ცოტა თუნებას მომცემთ მე ჩემთვის ახლა ჩვენ რაღაც ვამზადებთ გაგრის კლუბის რებრენდინგი ძალიან საინტერესო რაღაც მარკეტინგული პროგრამები აი მათ შორის მგონია ჭიბეში მათ შორის ახლა იდეები არის აგერ კლუბის კარტები და ასე შემდეგ რა მუშაობთ მე გაჩვენებთ რაღაცა თქვენასაც და მე ძალიან მინდა ასე თხოვნა მაქვს თუ შესაძლებელია რომ დაგვეხმარონ რა არის გაგრა რატომ უნდა არსებობდეს და აი ამის ჩამოყალიბებაში და მე ვირჩიო და მივცეთ ის პრიზები საინტერესო ის არის და ერთი რა ვიცი ერთი ესა კლუბის წევრის რომელშიც ბენეფიტებიც არის ამაში კლუბის ვაჩუქოთ დავამატოთ როცა მას ბოლომდე გავაკეთებთ კი ბატონო მშვენიერი ანუ შეიძლება უნდა დაწეროთ იდეა დაგვეხმარეთ რა არის გაგრა რატომ უნდა იყოს გაგრა თუ არ უნდა იყოს ისიც თქვა კი ბატონო ეს მისაღები მაშინ დავისვენებ ჩვენ დავხურავთ კი ბატონო მაშინ დაწერეთ იდეა თქვენი და ყველაზე ასე ვთქვათ მისაღები და ყველაზე კარგი რომელიც იქნება რომელიც ან გულშემატკივრის მოწონებას და იმსახურებს ან კლუბისგან ხელმძღვანელობისგან გადაეცემა საჩუქრები რასაც გავასამოთ კიდე დავამატებთ კარგი მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის და წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს რომ გაერთიანებულზეც და არა გაერთიანებულზეც ხშირად მოგვეცემა შესაძლებლობა რომ ესე დავშრეთ და დავსხდეთ და ვისაუბროთ დიდი მადლობა მოწვევისთვის იმედია შევხვდებით აქ და მე გაგრაშიც აუცილებლად მადლობა